მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან ერთად ვარ მე, გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი. თქვენ კი იმყოფებით გამა ნიუსზე და ჩვენ ვიწყებთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო საქართველოს და უპირველეს ყოვლისა სპორტის და საბრძოლო სპორტის მოყვარულებს, იმიტომ რომ მე პირადად ვხედავ ყველა იმ სიმპტომს, რომ საქართველო იქცეს და იქცევა კიდეც საბრძოლო მექად. და ამის დამადასტურებელი ფაქტი ის არის, რომ სულ მალე რაფის შეჯიბრი ჩატარდება პირველად შტატების გარეთ და აირჩიეს მათ საქართველო, სხვა ქვეყანა არა და საქართველო. მე ვთვლი, რომ ძალიან სწორი არჩევანია. საქართველო არის ჭიდაობის დედა, მამა და რავი, ყველანაირი მშობელი, ბაბუა და ბებიაც. ამიტომ ჭიდაობა და ესეთი აღსანიშნავი ჭიდაობის ივენთი, როგორიცაა რაფი, ძალიან კარგია, რომ საქართველოში ტარდება პირველად გასვლითი შეჯიბრი. რაფის გასვლითი. მეორე სიმპტომი იმის, რომ ყველანაირი შანსია, რომ საბრძოლო მექა გავხდეთ, არის ის, რომ PKFC მეგობრებო, ნოემბერში ჩაატარებს თავის ივენთს, სად საქართველოში. Yes, საქართველოში ზუსტად და მე პირადად ვთვლი, ჩემი გუნდიც იზიარებს ჩემს ამბიციურ მოსაზრებას, რომ ჩვენი დიდი წვლილი არის იმ მომენტში, რომ BKFC-მ საქართველო აირჩიეს ჩატარების ადგილად. ეთყობა დაინახეს თუ რა მყარი მუშტები გვაქვს საქართველოში მყოფ მოსახლეობას და რა თქმა უნდა მებრძოლებს აქ და გამას მებრძოლებს უშუალოდ. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, მეგობრებო, რომ ძალიან ხშირად იწერებით კითხვით თუ როდის დაიდება Game of Thrones YouTube-ზე. შეგახსენებთ, რომ გეგმიურად დაიდო Grappling-იც, Road to Game-აც და Game of Thrones. ვიდრე ბევრს შეგპირდით, იმაზე ადრე დაიდება. კვირის ბოლოს მქონდა დანაპირები პირად მიმოწერაში ბევრ ჩვენ მაყურებელთან, რომ სავარაუდოდ დაიდება ვიდეო, თუმცა უფრო ადრე დაიდება 10 რიცხვში, ანუ 4 შაბათს, 10 ივნისს Game of Thrones იხილავს YouTube მაყურებელი. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გქონდა გამოცხადებული საკმაოდ ხანგრძლივი აქცია VIP package-ის შეძენა Game FC.TV-ზე შესაძლო იყო 5 ლარად. დღეს არის ბოლო დღე ამ აქციის და კიდევ შესაძლოა, ამიტომ მოგიწოდებთ რომ მოასწროთ, იმიტომ რომ იმის გარდა რომ ამ აქციით თქვენ შეძლებთ ყველა ჩვენს პროდუქტის და ჩვენი პარტნიორი კომპანიების პროდუქტის ხილვას, ну მაგალითად TFC, რომელიც 13 ივნისს ჩატარდება, Iron Punch-ი, რომელიც 12 ივნისს ჩატარდება და რა თქმა უნდა გამას კონფერენცია, ამასთან ერთად თქვენ წვდომა გექნებათ სულ 25 ლარად გამას შემდეგ ვიკენდზე. ანუ 26, 27, 28 რიცხვშიც ჩაუჯდებით პირდაპირ ეთერში Road to Game-ს, სადაც ორი გოგონების ბრძოლა გველის. გოგონების ბრძოლა უკვე არაერთხელ გვიხილავს გამაში, მათ შორის პროფესიონალურ ლიგაშიც, თუმცა ახლა სამოყვარულო ლიგაში ორი წყვილი იქნება გოგონების. მოგიწოდებთ რომ გადახვიდეთ Game FC.GZ-ზე და გაეცნოთ Road to Game-ს cards. ასევე ყურადღებას იქცევს Game Grappling-ის კარდი, ამჯერად ჩამოყვავს გუნდი უზბეკეთიდან და ვნახოთ როგორ გაართმევენ უზბეკი გრეპლერები თავს გამას fight pitch-ში და რა თქმა უნდა როგორ დაუპირისპირდებიან და როგორ მიიღებენ მათ ჩვენი ქართველი გრეპლერები. ჩემთვის ძალიან საინტერესოა გარკვეულ დონეზე ამ საერთაშორისო გამოცდებს ვაგრძელებთ და შევხედოთ. ხოლო რაც შეეხება ჩვენს გუნდურ დაპირისპირებებს, რომელიც ნახევარფინალებამდე ამისული, ეგრევე ნახევარფინალები
გიმნაზია და კოზანოსტრას შორის და Black Eagle და ლეგიონის შორის 4-ვე გუნდი ნახევარფინალებში იჭიდავებს ივლისში. ამიტომ ივნისში ჩვენ დაუპირისპირდებით უზბეკეთს, ხოლო ივლისში ჩავატარებთ ნახევარფინალებს და გავიგებთ თუ რომელი გუნდი გავა ფინალში და უკვე აგვისტოში გველის ფინალური დაპირისპირება. და რაც თავარია მეგობრებო, რატო უნდა იხელთოთ მომენტი და დღის ბოლომდე გამოიყენოთ ეს დრო, რომ 5 ლარად შეიძინოთ 25 ლარიანი პაკეჯი. თავარი მიზეზი არის ის, რომ პოდკასტი გველის, პირდაპირ ეთერში გველის ძალიან მწვავე პოდკასტი 11 ივნისს 7 საათზე მეგობრებო გავალთ პირდაპირ ეთერში. ბოლო ივენთი ძალიან ხმაურიანი იყო და ბოლომდე ეს ხმაური არ ჩაწყნარდა. გარკვეული საკითხების წამოწევა და საუბარი, კრიტიკული საუბარი ესე რა ვთქვათ, პირდაპირ გრიზლის სურს, გრიზლი და აირონ ლაშა იქნებიან და საუბრით დაუპირისპირდებიან ამჯერად ერთმანეთს. ჩვენი მსაჯი ბატონი ქიმაძე, ზედმეტსახელად ჯალათი, ზედმეტსახელი მებრძოლის წარსულიდან წამოყვა. ასევე იქნება პოდკასტზე და თავის მოსაზრებებს გვეტყვის და შეხედულებებს და გავარკვევთ ახლა რეალურად როგორც არის აქ პრეტენზია რომ საჯმა შეცდომა დაუშვა, იყო თუ არა ეს შეცდომა და როგორც მინიმუმ ერთმანეთს მოვისმენთ, ერთმანეთის მოსაზრებებს. ამასთან ერთად ბოკელავაძე და კორტავაც იქნებიან პოდკასტზე. მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, არაერთხელ გააკეთეს მათ საჯარო განცხადება, თუმცა ესეთი სივრცე ჯერ არ იყო დათმობილი მათთვის, რომ ბოლომდე ჩამოეყალიბებინათ მათი მოსაზრება, შეხედულება, ეკამათათ თუ საჭიროა სიტყვიერად და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იქნება, როგორც ასეთი, მით უმეტეს live chat-ი ჩართული იქნება და ყველა ვინც დაუთმობთ დროს და გაატარებთ ჩვენთან ერთად ეკრანთან, გექნებათ საშუალება რომ დასვათ კითხვები და შევეცდები რომ მაქსიმალურ და რა თქმა უნდა ყველა საინტერესო კითხვებს გავაჟღერებ და არა მარტო შევეცდები რომ მაქსიმალურად თქვენი კითხვები გაუჟღერო მებრძოლებს. ამიტომ მოამზადეთ წინასწარ და ჩაჯექით ჩვენთან ერთად ხუთშაბათს ჩაუჯექით გამას. 7 საათზე მეგობრებო დაიწყება პოდკასტი. და ივლისის ივენტზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. ივნისის ივენთი უკვე დევს საიტზე და შეგიძლიათ სრული კარდი ნახოთ. 11 უსასტიკესი ბრძოლაა შეთანხმებული. ესე იგი, თავარ ბრძოლაზე გავამახვილებ ყურადღებას პიტბული ციკლაურის წინააღმდეგ, Breaking Bad-ი უმაგრესი თემატიკაა. რავი, ერთი სული მაქვს, როდის გადავიღებთ ტრეილერს, თქვენი კომენტარები და ესენი რეაქციები რომ მივიღო სრულყოფილად. და ივენთიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. ივლისში მეგობრებო, ეგრევე ყურადღება მინდა მივიპყრო ივლისის კარდისთვის, იმიტომ რომ ივლისში რაღაცა მოულოდნელად ისეთი მაგარი კარდი გამოდის, რომ რა ვიცი, უბრალოდ მიხარია. კორტავა და ბოკელავაძეს რემაჩს ხო ვამუშავებ და ფაქტიურად მიღებული მაქვს დასტური ორივე მებრძოლისგან, 90%-ით შეთანხმებულია, შემიძლია მაგის თქმა. ამის გარდა სავარაუდოდ ივლისში სლავა დაიცავს ტიტულს და ვინ იქნება მისი მეტოქე ჯერ ასე ვთქვათ ყველა ვარიანტს ვამუშავებთ, ამიტომ არ დავაანონსებ. ამასთან ერთად მოსალოდნელია ივლისში რომ ნიკა ნოზაძე კან ჰოჟგორთან იჩხუბებენ
და ამასთან ერთად კიდე მოსალოდნელია, რომ მუკვანი და გორილა ასევე ივლისში შედგება. უბრალოდ ღმერთს თხოვ, რომ ძალა და მოთმინება მომცეს, რომ ეს ყველა ბრძოლა საუკეთესოდ დავამუშაო, შევაჯერო, შევათანხმო ბიჭებთან და დავაანონსო და დაველოდოთ და დავტკბეთ, იმიტომ რომ ასეთი ივენთები, აი როგორც Game of Thrones იყო, როგორც Breaking Bad იქნება და ივლისში რაც იქნება, მე მგონი ჯერ არ გვინახავს. ნუ Game of Thrones-მა ეს დაგვიმტკიცა პირველივე ბრძოლიდან იყო რაღაცა, შურს თქვენი მეგობრებო, ვინც აქამდე არ უყურეთ ამ ივენთს, იმიტომ რომ მე ერთი 5 ჯერ მაქვს ნაყურები და ყოველ ჯერზე აღთვალანებული ვრჩები. ამიტომ უბრალოდ ვისაც არ გაქვთ და ვისაც გაქვთ ნაყურები, ჩაუჯექით კიდევ ერთხელ YouTube-ზე პრემიერას, აი ძალიან მაგარ დროს გაატარებთ, გპირდებით. მაშასე მეგობრებო, სულ ეს იყო ჩვენი ნიუსები. დაგვიკომენტარეთ ვიდეოში, რამე კითხვები თუ გაქვთ, სიამოვნებით გავცემთ პასუხს. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ დღეს არის ბოლო დღე, რომ შეიძინოთ სულ 5 ლარად GAMAFC.TV და უყუროთ სრულყოფილად ყველა ჩვენს პროდუქტს, რაც თავარია, პოდკასტი არის უკვე ზეგ და კონფერენცია მაზეგ, პარასკევს, Iron Punch-თან ერთად და მე ეგრევე TFC მიყვება 13-ში. ძალიან მაგარი დრო გველის, ამიტომ უბრალოდ მუშტები გავამაგროთ და თვალები არ დავახამხავოთ. გამა!